ამისა და დადისა და სუისა მისა და ყველას გილოცავთ ნადისღების დღესა დღეს ხამედია მას ყველა დღეს ასწავლობთ დღეს მოწუნეები ჩადიან დინარეში მიხვდათ იმისა რომ ყინვა აი ფოკის იმას ვიხსენებ ფოკაში ვიყავი და ეგ ძალიან დიდი ყინვებია და რო ჩადიან სამჯერ წყალში რვამოდიან ის გაყენული აქვს წვერები ბერები ცხოვრობენ მაგრამ არც ივდებიან რა ეს ხდება ღვთის მადლით ჩვენ კიდე მას ოდეს ვღებულობთ თორსა ჩვენ თვითონაც ვინათლებით ესე იგი ნათლისმენი ნათლავდა ხალხს და სინამდვილეს გადაგებდა და მას შორის ქრისტე მონათლა მაგრამ ჩვენ როცა ვინათლებით რა ხდება მაშინ არა მარტო ცოდვები გვეპატიება არამედ მირონცხებით ვიბეჭდებით სულიწმინდი და სულიწმინდა კიდე რა არის მოყავს პეტრე მოციქულის მაგალითი ქვია მოციქულთა თავი და ამ დროს თავის ცხოვრებაში შეეშინდა და სამჯერ უაყო ქრისტე ესა ადამიანი რომელსაც ქვია მოციქულთა თავი ესე მადლის გარეშე ასევე ხშირად მოყავს დავით წინასწარმეტყველის მაგალითი ადამიანი ესეთი კეთილშობილი იყო მწყემსი იყო და მთელ ებრაელებში ღმერთმა გამოირჩია მეფედ ასეთ კაცს შეასწენ ცოდვა რუშობისა ცოდვა მკვლელობისა ამიტომ შენ ვიღაცას და ესე იგი როცა მადლითა ადამიანი მაშინ დავით მეფესავი და გოლიათს ამასხებს დავით მეფე ღმერთის რომ მოუხმო მაგრამ მადლის გარეშე კიდე ასეთი ცოდვები ჩაედინა საშინელება თავის ხედავთავების მაგას ემსახურებოდა მაგის ცოლი მოიყვანა ის კაცი კიდე ესეთ ომში გაგზავნა რომ იცოდა რომ მოგდებოდა ესა ადამიანი მადლის გარეშე არა ასევე კიდე რა არის მადლი აგერ სადაც ვართ მონასტერში მამა ანტონის ღიაცის ქვეშ იყო მამა ანტონი ახლა ზაფხულში თუ იქნები არ არის გასაკვირი მაგრამ სამთაში აგრამდე იგადოსია -15 -20 და ართვებოდა და 15 წელი გაადარა ღიაცის ქვეშ ეს ხდება მადლით და ეს მადლი არ მოგაგოთ ღმერთმა და ხშირად აი მაგალითად ახლა ხუთი შვილი ისო გადაეცვალა იმაში რა ქვია აფხაზეთში ესე იგი ხუთი ბავშვი გადაეცვალა შეხა რა თხეში იქნება რა ის მშობელი და ასევე ქართველები ხშირად ხედავენ თავის შვილის გარდაცვალებას იმიტომ ხშირად კლავდნენ ფიზიკურად საწუნოებისა გამო ქრისტე ხო ეწამა ჩვენთვის გაგვიღო სამოთხის გარები ჩვენ კიდე ქართველები ხშირად ვეწამებოდით ქრისტეს მენისა გამო მაგრამ ნუგეს ვინაზდებდა მალე სულიწმინდა მოწუნე მშობლებს რამდენია ვიცი მშობლები არიან ორი შვილი ყავდათ არც ერთი არ აღართ ერთ მაგალითს ვამბობ და ამ დროს მოილოცეს იერუსალიმი აქაც ესე იგი ხშირად დადიან ჩვენ მონასტერში და დადიან ესე იგი ამ განსაცდელმა კი არ გააბოროდა გახდნენ უფრო მლოცველები ასევე ხშირად ვამბობ ეს უკუნებელი სენი იქნება თუ ციხე იქნება თუ ომი იქნება აი უკრაინის მაგალითს მოვიყვან უკრაინაში ხომ მოდიან აქ ტურისტები და უკრაინელი მოძღვარი მომნებოდა რომ სანამ ომი დაიწყებოდაო ჩვენ დანახვაზე ეღიმებოდათ ამიტომ 2014 წლიდან იქ ისეთი გადაცემები გადიდა როგორც ახანის ზოგიერთ არხებზე დაცინავხლება მგლების იგივე ხდებოდა რევოლუცია რომ მოხდა უკრაინაში იმის შემდეგ დაცინვა ხდებოდა საწუნოების და ახაც კიდე რა ხდება 200 მგლელი მოკლეს უკრაინაში ამ ომის განმავლობაში და ბევრი ციხეშია ბევრი ცემეს და კონცერტებს ატარებენ უკრაინაში ესა ადამიანი მადლის გარეშე და მადლით ჩემი მეგობარია რუსებიც აი ზოგს ვიგან მე რუსოფობი ვარ რუსეთის მომხრე ვარ მე იმის მომხრე ვარ რომ შენ გულში არ იყოს სიძულვილი და მე ვხედავ ეს 30 წელი ეს ლიბერალური არხები თესამენ სიძულის რუსებისადმი რაც იყო დაგეგმილი 1945 წელს ცერუსკრება იყო ალენდალეს იყო თავმჯდომარე და ოქმია დარჩენილი ჩემი მოგონილი კი არა უზნეობა შიმშილობა ნაციონალური შულები და რუსოფობია და აქ რაც ხდება მარტო ამ ხელისუფლების ბრალი კი არა რომ სიღარიბეში რო ვართ დასავლეთ გასახანს ალაზევდა ეს 55 წელს დაიგროვა მასონები ქვია თუ მტერი ქვია ღმერთის როგორც ახლა მე მგდელი მემსახურები ღმერთს ესენი ემსახურებიან ეშმაკს და ეს წარმოები და რაღაცები რო არ არის სპეციალურად ხდებოდა რომ შენ იქამდე მიგიყვანეს ახლაც გიგავი ევროკავშირის დროშა მიუხედავად იმისა ქართული ხარ ეროვნების მოწუნე
მორწმუნეებზე არ მაქვს ლაპარაკი, მორწმუნეებს უკავიათ უკავშირდოსა და ამ დროს ევროკავშირი ჩვენგან თხოვდოს სამ პირობას და ერთ-ერთი პირობა LGBT-ის პროპაგანდას დაშვება. გათავდა მორწმუნე ხარ და გიგავია დროშა და ევროკავშირი გინდა ხარ მოღალატე. თუ დაეთანხმები პროპაგანდას LGBT-ში. ღმერთმა მოგცეს ერთგულება ის რაც ხონდა ჩვენ წინაპრებსა. ჩვენთან არსმერთი